ვისაც იარაღი აინტერესებს, გვაქვს ესეთი არხი, ძირითად იარაღის განხილვა ზურაბ კვანჭახაძე 1600 ვიდეო დევს 39300 გამომწერია. აქ არის მარტო იარაღი. ასე რომ შევძანდით, ვისაც იარაღი გაინტერესებს, ნახეთ. გვაქვს კიდევ აი ესეთი არხი TikTok-ის იარაღის განხილვა ზურაბ კვანჭ, იარაღის განხილვა ქართულად. გამარჯობათ, მეგობრებო, არხის გამოწერებო, კარგო ხარ. დღეს ბატონი დავითი არ მახლია ეგ. ბატონი ნიკა მახლია, ჩემი ძმისშვილია. მოგესალმებით. და ბატონი დავითის მაგივრად თოვლის პაპა ყავს სახელად თედო, რომელიც ბატონმა დავითმა გააკეთა. და ესე ძვირფასად დატოვა რა. სკოლა დაეწყო და ხანდახან ისია, ხან გიტარაზე დადის, სპორტზე დადის და რად ხო ვერ გავაველურებავს, ასე რომ ხანდახან ხო კიდე რა უნდა მეთქვა. ეცასიხარული ამბავი გვაქვს. აი მას შეხედეთ ქალბატონს, აი ფეხი რო ქონდა გაფუჭებული. მაკეთარი. მალე ლეკვებს დაყრის და ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ აი ეს არის მაგის მამა რა. ძალიან დადიან ერთად. ხო და ხო და ნიკა მიდი საჭმელი გამოუტანე ამას. ხო და ამათ ეხლა გაძლიერებული ყვება, ამათ არა, ის არა, აი ეს. ქვემოთ აქ ისა, თავისაფარია გაკეთებული დაბლა, სადაც ბუნაგი თუ რაღაც. იქ გავუკეთეთ, მაგრამ რო ამოვდივართ ხოლმე აქაც ამოყვებიან და აი ცოტა თოლმა აიღოს. მაგრამ აი ეს მინდა გავუკეთო რა ამათ. თავშესაფარი. ასე რომ ესე არ არიან. ქუჩაში და რამე არ აყრიან, მიუსაფრები და რაღაცა. არა, აქ რო გავუკეთოთ ბატონოვანო, ხო? შეიძლება ღამეც აქ დარჩნდეთ. ზე ქვემოდან კი აკონტროლებენ, თუ აქ დაინახეს რომ ვიღაცა მოდის, შანსი არ არის უარ გამოყვენ რა. მოდი აქ, მოდი აი გატკეპრილი მაგაზე. ჩვენები არიან უკვე და რატომაც არა. მოდი აქ შენ მოდი არ იცხოვოთ, მოდი შენ აქ ჭამ. შენ მანდ. კარგი, ხო? აჰა. ხალხო გულქვები ნუ იქნები ძაღლებს აჭამეთ ხოლმე რა. ხო, მოვუარეთ სოდოები არიან. ხო. ო ეხლა ჩვენი შეკრების თავარი მიზეზი. გავაკეთოთ თევზი საფანელი და მერე ზემოდან მოვასხათ მაშარაფი, მაშარაფს გაჩვენებთ, ვინც არის ის გეტყვის რა არის მაშარაფი. სოიო соуსი და ლიმონი. ლიმონით არაფერი არ გამოვა. რა თქმა უნდა ღვინოს უნდა დავაყოლოთ. ღვინო? ღვინო დაბა როგორ შეიძლება? ერთი ეს შევაგდო აქა. დაიწვას. ტყეში არაფერი არ დაანაგვიანოთ, მეგობრებო. ეს. მოკლედ. ნიკა იქ დაჯექი. მოგენ. და ქანათე გამბავი. შენ როგორ ახარ კულინარიასთან? ისე რა. მაინც გარკვეული არა ვარ. შორცაც არ ვდგავარ. ჩემნაირად ყოფილიყარ, არც მე არა ვარ გარკვეული, მაგრამ გემრიელი საჭმელი მიყვარს. თუ გემრიელი საჭმელი გიყვარს, ხელის გექნება გემრიელი. და ახლა მე შენ გაიკეთებ მაგარ რაღაცას. მოკლედ გვინდა თევზი. ვანო რა ჯიშის თევზია? სქელშუბლა. ანუ რო ეძახიან რუსები ერთი რუსების დედაცვატირი რა, სქელშუბლა. დავჭიდება საფანელი. მაიცა დანა მოიღო. დანა რა იქ. იბეშ ჩამიტი. ესე. ამას დიდი ფილოსოფია და ის არ უნდა რა. საფანელს დაყრით. არამეს. ესე მოასწორებთ.
ჩვენი ძმაკაცები გახდნენ ჩვენი სუფრა. მარილიც მოგწეს, ოღონდ იმდენი მარილი მოგწეს, რომ ალბათ რა ვიცი, 10 წელი გვეყოფა რა მაგის დედა. არა მარტო მარილი. არა, ნუ მარილი და მთელი ამბები მოგწეს. მე ნელა მოგეთ საფანელში გაურიეთ მარილი. აი ეს აურიეთ საფანელი, ესე. მოდი აი მას აქ დავიდეთ რა. მარილი და საფანელი ერთმანეთში აურიეთ. ესე. კონი ცოტაა და კიდე დავაყრი მარილს. მარილი გვაქვს, საფანელიც გვაქვს. თან ჩვენი სუბრა მაგარია რა, ქართველების ის არის და ქართული კომპანია შვედი. ჩვენი არა ჯობია კაცო. რა თქმა უნდა. მოკლედ აიღებთ თევზს. ამას ოღონდ თევზი მეტი არაფერი არ უნდა, უბრალოდ საფანელში ამოაწვეთ ესე და იქ დადეთ. კვერცხი და ეგეთი რამე არც იფიქროთ, რომ მოდი რაღაცა გავაკეთოთ. არ უნდა ამას მეტი არაფერი. აი ესე. კიდე. ვინც არ არის მოყვარული რა, ზოგი მაინც ვერ აწყნარდება რა, რომ არიქა და ეს სახელი რატო ქვია ამ არხზე. ქვია ძმაო. იცი რატო ქვია, იმიტომ რომ ეგრე მინდა და ვისაც არ არის უყვარს და მოწონს ხო? ამ არხზე რო 131,000 კაცი, იმ არხზე 30,000 კაცი ვერ გავხდით რა. ამიტომ არ ეგეთი არხი, იარაღის განხილვა ზურა კვანჭახაძე. აქ მე დამარეპორტეს რა და იარაღს უბრალოდ ვერ ავდებ. აი იქ რო კედელზე იარაღი კიდია. შეიძლება მაგის გამოც ეს ვიდეო დამიბლოკო. ამიტომ რაღაცა ხიმანდრები გავაკეთე და გავაკეთე ცალკე არხი. თორე სულ არ მეხატებოდა გულზე რომ ორი არხი მქონოდა და ორნაირად მეწონა. მაგრამ ნუ რას იცამ, ეგრე მოიტანა ცხოვრება. თან ამ არხის სახელიც უკვე ისტორიული გახდა. როგორც დავიწყეთ, ეგრე დავარქვით პირველი იარაღის განხილვა იყო და ეხლა ხო, რა, ეხლა გადაუკეთე და რაღაცა, ხო, რატომ უნდა განაუყო, ხო. ასე რომ რა ვიცი, ვინც ამაზე ნერვებს იშლით, შეეგუეთ, მე მას არ გადავაყრე. ხო და რა ვიცი. საჭმელი კიდე რა, გონი ყველას მოწონს რა, იმიტომ რომ აქ ყავს სპონსორი USA to Georgia, რომელიც მაგრა გვეხმარება. აი ეს ხალხიც გამოჩნდა, ფორდილერიც გამოჩნდა და იმარხს აბსოლუტურად კაციშვილი პატრონი რაღაც, აი ისე თქვენ ახართ, ვისაც მოგაქვთ ხოლმე იარაღი და ასე შემდეგ და სუფთა ქართული ხალხული, ნუ ქართული ხალხული როგორ რა, საზოგადოებრივი არხია მოდი ეგრე ვთქვათ. იმიტომ რომ ფული არა გვაქვს რომ ვთქვათ ეგ არხი შევინახოთ. ეს არხი იმ არხსაც ინახავს რა, რომ იცოდეთ რა. იმიტომ რომ საწვავი უნდა, ეს უნდა, ის უნდა გასულად ყვიები რამე რომე და თან სრულიად გამომწერებზეა ის არხი. ჩვენ არც არაფერს არ თავაზობთ, უბრალოდ თავისი ინიციატივით მოდიან, იარაღს გვთავაზობენ. ჩვენი ძმაკაცები არიან, ხო, აბარა. და ვინ ჩვენი ძმაკაცი არ არის კიდე? ეს არხიც არა გამოწერილი. თუ ჩვენი ძმაკაცია, ხო არხიც გამოწერილი ექნება. რა თქმა უნდა. და ჩვენი TikTok-იც ექნება ალბათ გამოწერილი. მოკლედ, აი უყურეთ ის საფანელი რამის სულ მთლიანად შეიწოვა რა, აი ესე. და კუდიც. აი ესე. მოკლედ, პრინციპი ნახეთ რა. არ გააკეთოთ ესე ისეთი თევზი, რომელსაც ბევრი ფხები ექნება რა. იმიტომ რომ რა ვიცი, თევზი ერთადერთი რაც არ მომწონს, არა, მაინც არ ავგიჟდები თევზზე, მაგრამ აი ფხები რო აქვს რა, ეგ მე ძალიან მთრგუნავს რა. აი ესეთი ზეთი გვაქვს. ეს არის მზესუმზირი ზეთი. როგორც მითხეს, ეს კახური მზესუმზირი რაფინირებული ზეთია მგონი, ხო და? კახურია, მოდი რა გახსენი რა. მე მანამდე ტაფას მივხედავ. ეხლა ამისი მუღამი მთლიანად არის ის, რომ თევზი შეწვა ეხლა რა, არც არავის არ გაუკვირდება და ყველა შეგიწვიეთ, მაგრამ ამას აქვს ისეთი მუღამი, რომ ვიცი რა. მოკლედ ამ ბევრი უნდა დაასხათ ზეთი, ეხლა თლად ნუ გაიმეტებთ. ესე და ზეცო დაასხათ. თუ ღუმელზე აკეთებ, ტაფა უკან მიწიეთ ცოტა რომ აი ამ ადგილას იყოს. და დაველოდოთ ზეთის გაცხელებას. თუ ზეთი არ გაცხელდა, ცინა მოხდება, დადებ რაღაცას, ხორცი იქნება, თევზი თუ ვერ მოკვერცხი.
ეგრევე ზედ მიიკრავს რა, ანუ კი, ის არის უნდა იყოს გავარვარებული. ეხლა ამას მე ცოტა ხანს ვაცდი. ეს გაცხილდეს. ამ თევზს კიდე საფანელს გადავაყრი, რომ უფრო ყოჩაღი იყოს. თევზი ხორცი არ არის, ანუ მაგდენი დიდი ხანიდან რამე არ უნდა რა, კეთება. უცებ კეთდება. ასე რომ აი რო არის რაღაცა მოდი თევზი ჩავადგი და მე წავედი საბანაოდ, ეგეთი რამე არ გააკეთო. თევზს თუ გაალაგებთ, იქვე იყავით რა. იმიტომ რომ მალევე მოგიწევთ ნახე წვენი რო ქონდა თევზს. თლიანად მაგიტომ მიიკროა რა. არა, ხო, არა, წვენი რო ქონდა სულ გამოაშვა, ანუ ეს საფენელი შიგნით შევიდა. ეს ხო, და მარილიც. თევზს კიდე ერთი კაი თვისება აქვს, რომ თუ მარილი მეტი მოგივიდათ, რაც საჭიროა მარტო იმას შეიწოვს, ანუ რომ გადამლაშდეს არა, შეიძლება ზედაპირზე იყოს ის მარილი, მაგრამ შიგნით რომ შეიწოვოს და რაღაცა ეგეთ რამეს არ იზამს. ასე რომ აჰა ზეთიც გაცხელდა და ეხლა ვნახოთ მოიტაკა. ეხლა მთავარია რომ ჩვენ აფამ არ გვიღალატოს და ვერაგულად პატარა არ გამოდგეს. ეგეთი პირი უჩანს. უჩანს კაცო და მე რაღაცას ვიზამთ. აჰა. ეცალი ნაწილი დაგჭა არ აუშავს. მერე შევწვდ. ეხლა ამას დავაფარებ. ამოტრიალება მალე უწევს. უნდა დავხედოთ ხოლმე რა და ხშირად ეხლა არ უნდა ესე სირბილით ამოტრიალება, მაგრამ 1-5 წუთი და მე უნდა ამოტრიალოთ 5 წუთი გააჩერო და გამზადებულია, მაგას მეტი არაფერი და მოკლედ ეხლა შეიწოს. და მანამდე ჩვენ მაშარაფი გავამზადებ რაღაცებს ახლა და როგორ შეიკმაზება, რომ შეგემულდება ნახო. ჯერ არ გაკეთდა. ამის დახურება აღარ უნდა და აბა ნახოთ. ხილად. აი, და როგორი და კი. ამას ამოვატრიალეთ ესე. ზეთი მოგწულია ცოტა მეტი, მაგრამ არა უშავს. კეთილად შეიძლება. ძალიან არის გაჭედილი, აი. კაფან გვიმყობა. პატარა მოგვივიდა კაფა. არა, მე ვიძახდი რომ ერთი ნაჭერი მეთი არ ჩავდოთ მეთი, მაგრამ ანუ მე ადრე გემზე მუშაობდიო, ტაკერაჩი მიყავ და მე ჩავდო. აჰა, ჩავდო. თავარი არ დაგვიშა. აი ეს. ეხლა ამას. კარგა კი გამოიყურეო, მაგრამ დაფარება აღარ უნდა. თორე უკვე მართლა შეიძლება. ეხლა ეს თავახტილი შეიწვას, ქოქში კი დადგება ისა. გარეთ გაახედე, გონი მზე გამოდის, ველზე ზემოთ, შედასი. ამაგამ კი თოვლია კიდე მოსალოდნელი ამომენდა. მე ღრუბლეს მეც ვერაფერს ხედავ. უბერი მე ეგ არის რა, თოვლის მომასწავლებელია. კი. ეხლა ამას კი ცოტა ხან ვაცრით, ხო, კიდე რა უნდა მეთქვა. ჩვენი თემშები მინდა გაჩვენოთ რა. რავი თუ ვინ სოფელში გიცხოვრია თან. ძველი დროება გახსოვს ვანოს ბებიასა ხონდა. ალბათ რავი შეიძლება თემში მოაყოლეს. აი ეს თემშები ბლომად, ადრე ეგრე იყო. ფულს ჩაიგდა, არა, ფული თითქმის ყველასა ხონდა. თუ ამას ჩაიგდებდი ხელში, თემს უნდა გეყიდა ბევრი რა, რომ რავი, რატო ყიდულობდეს ხალხი ვერ გავიგე. და აი ესეთი მაგარი ანტიკვარული თემშები გვაქვს. არა მგონი რა ხო ქოხი ვიღაცამ გაგვიტეხოს ამისგან გაატეხოს და მაკიდე გვაქვს. თქო მოგედეთი 15 წელი წამოიღო რა და აი ესეთი ძველებული თემშები გვაქვს. აღო უკვე ნენენა მივსახავთ რა, კარადაკიდია უკან ეხლა თქვენ ვერ ახედავთ. თარო ჩამოგიდეთ და რაღაცეები რა. ასე რომ მე ვინსტუმრად გვიწევით ნახავთ რა. თან ბევრიც გვეხმარება. გვეხმარება და ხო კიდე მინდა რომ ერთი გათამაშება ჩავატარო რა. აი ვიდეოს ქვეშ 4 სიტყვიანი კომენტარი დაწერეთ. ვისაც სურვილი გაქვთ რომ მე მაგას გავათამაშებ, ერთი კვირის შემდეგ ამ ვიდეოს დადებიდან. ვიზეც ამოაგდებს, აი აქ დავპატიჟებთ, რავი,
ქართლში ვართ ოღონდ რა, ეხლა თუ ბათუმელი ხართ, არ ვიცი, თუ მოხვალთ, მოდი, ქართლში ვართ. ჩვენ მოგიყვანთ აქ, ჩვენ წაგიყვანთ აქედან. იმიტომ რომ ეხლა მანქანით რომ მოხვიდეთ დალევა ხო გვინდა ეგრე ხო არ იქნება. ხო, რა თქმა უნდა. მაგას ვამბობ, რომ ისა რა, ქართულად რომ მოვიცეთ. და ერთხელ ჩავატარეთ ეგეთი გათამაშება, მოკლე ვიდეოს დავდებ ოღონდ და მაგას მიაქციეთ ყურადღება რა. ერთი კვირის შემდეგ ვიდეოს დადებიდან. ვიღაცა მოიგო და არ მოვიდა. არ შემეხმიანა ვერც ვიპოვე და ვერც ავანი გავიგე და ვერც ჩავანი. მაგასთან ყურადღებით იყავით, ნახეთ. მოკლე ვიდეოზე ოღონდ რა. დარწმუნით რომ აუ, ანუ შენ რაღაც ძალიან გაჭედე ეს ყველაფერი რა. და სულ არის აი ერთიც არის ბრალია რა. დანებებული მაქვს თავ, მაგრამ მოგად ეხლა შეიწება. გათამაშება არ დაგავიწყეთ. ერთ მომენტი გავიწოთ, კაი პულსად ჩამოვიდეთ. კი, თან საკმაოდ კარგი ადგილია. მობრძანდით. ამარა. ჩაერთეთ გათამაშებაში. ვაა. აფა პატარა აი. მოკლედ ისე უნდა გახდეს, რომ ეს უნდა გახდეს ოქროსფერი. ეს უნდა გაიკეთოს, აფია. ბატონო. ნიკა ჩაი მივატყა. შენ დიდი პიკიდალია, მე პატარა თვითონ. მე ხო შენზე პატარა ვარ. ჩაიში ყველაზე მაგრა ვინ ერკვევა, იცი? მარო? ინგლისელები? ამიერ კავკასიაში აზერბაიჯანელები. აი როგორც ჩვენ ღვინოში ვერკვევით, აზერბაიჯანელები ჩაიში ერკვევიან. და აზერ ჩაიცა გვაქვს. კი? თან ლიმონით. და ერთი შენ ერთი. გავსინჯოთ. მე ხო ვიცი ეს რას არის. ერთმა ტუტუსმა კიდე აიღო და ეს დაშალა. გადმოყარა შიგნიდან ერთერათიდან ისა. რა ქვია, შიგ ჩაი რო იყო და ნახეთ ხახნო რაც გოჭმეულო შიგო თეთრი წერტილებიაო. არა და ლიმონჯავა იყო. რაღაცნაირად თუ ლიმონისა რაც გემოხონდო. ეს უეჭველიო რაღაცა სამშენებლო მასალის ნარჩენებიო. მე ეგეთი რამე თუ გამეგოს. კი, მესმის მაუ ჩაიში ვერ ერკვევი, მაგრამ ეს სამშენებლო ნაწილი. რატომ უნდა გააკეთო ჯერ? ხო ეგეთ ესეთი პონტია რა. უნდა? კი. დამატებით ფული რატო დახარჯო მაგაზე რო. ხო, აი რატომღაც ჩაიში სამშენებლო მასალის. აი ამას კიდე ნუ შეინახავთ ხოლმე, თუ ისეთი მდიდრები ხართ, ყოველ ჯერზე ახალი ჩადეთ ხოლმე. ერთი ვნახე, მე 12 თადებ და რა გამწარა მეთქი რა. ამას ქვია ერთჯერადი. კი. მე როგორც გამიგია, უნდა აცადო ჩაის. ჩაის ფერი რო კარგად გაიხსნას ხო? შენ დიდი ჭიქა, ჩემი პატარა, ჩემი უცებ გაკეთა. ამას მე ცეცხლში შევავდებ. და ჩაიში კიდე რეკომენდირებული არ არის. ისაქნათ რა ქვია, შაქარი ჩაყაროთ. თუ გინდა თუ ნარჩაიზე, ძმაკაც იმრავს ეთი კოტე. და ერთხელ მიყურე და რაღაცა ლიმონი ჩავასი, მურაბა მივეცი, მიყურა და შენ ჩაი არ გიყოს თუ რატომ მეთქი და აბა რა არის ეგრე, რასაცო ვიციო შენ. მეთქი რავი რა ხო და აი რაღაცა არისო და ჩაი კიდე ესეთი უნდა იყოსო რა. თვითონ ჭიქას მიტყოს მოვუაწევთ ესეთ შეიწება და კი, თან გარეთ ისეციო, ჩაი კარგად გვათბობს კიდეც. აი ვარო. გონი თოვლი მოცხებს ახლა, აი. ამ ჩაინის ახლა გამორთავ, ჩაინიკე თუ ჩაიდანი. გამორთვით ვერ გამორთავთ. ჩამორკა. კი. უშაქრო ჩაი კიდე. ზე დააყუდება იმას. მოკლედ მე ვაცხადებ რომ ეს ამბავი არა, მაიც. ჯერ ამას ამოვიღებ დიდ ნაჭერს. აი ეს. შენ პატარა ხარ შენ აქონდეს. ან მე ამას შევაგებებ მომეცეთებში. მე შევაგებებ ამას და მე აი ეს. რა სუნი მოაქვს? სუნი კი არა ბიჭო, რასა. ოღონდ თევზს ერთი მუღამი აქვს რა. სულ რო შიოდეთ და თევზი გიყვარდეთ. ცხელ თევზს ნუ შეჭამთ რა. იმიტომ რომ ეს უნდა გაცივდეს. აი რო გაცივდება, მე ყველანაირი გემოვნული თვისება შექნება. წავალ ხლა მას წამოიღენი კაიგენი. თამასაც წამოიღენი.
სუგა კიდე გაჭმევთ, კაცო, მაიცა. გამოგიდა. დადი ახლა. ვაცადეთ. ხო. იმიტომ რომ მე ამას მაშარებს რომ მოასხავ და იმას რა ქვია, წვენს, ხო? იმისი რა ქვია, სოიუს. სოიუს. გინდა ლიმონი. თუ ეს გაციებული არ არის, ცხელია უცებიწოს მიდიასთან ჩაი გამოიტანე რა შენ გასდას. ეხლავე. ხოდა იმ ჩაისაც ბარი მოვჩებით. ეს ნელა გაცივდება აი. როგორ ოქნება? თუ გესმით, აი მას ახლო მია. კიდე შიში. კი. ძალიან ისმის ხმა. ხო არა, აი რა არის, იცი რომ გააჩერებ ამას. შეგინთ არის მდუღარეზეთი. ხო და იმაშვრება რა ქვია. ისე საუბრა რა აზერბაიჯანული ჩაი, ლიმონის, მალაკაია. თან ძვირის არ ახის. ისე ინგლისელები მაგრა ერკვევიან ჩაიში. ისტორიულად მაგასოն. არა, მე ძალიან გავირკვე. მე ყავას არ ავსვავ რა. სვავ ჩაის, აი ესე და ბოლო 4 წელია ძალიან მაგრა დავამუღამი, უკვე ჯიშებში გარკვევა დავიწყე რა. მაგრამ ეს არის ტყისთვის იაფი ორღა სახში უცებ გაიყენე გემრიელი ეს სუნიანი კაი ჩაი. მოკლედ ჩვენი ძაღლი რო ლეკვებს დაყრის ბატონო ნიკა მე რაღაცნაირად და მოუნათროთ. სუი ვერაგით ბრალია მგონი ამისი ოსური. მეც ეგრე მგონია. ისე ოღრაშულად იყურება რა. მე მგონია რომ აქამდე ჯერ სახლი უნდა უშენთ. რამე პატარა. ქვემოთან თოვლი აიღოს რა. მე აქ ნელა. ნელა მაგას რთულია მუშაობა. რთულია მუშაობა ამ ხელათულში. არა, აი ქვემოთ არის ხეები, მორებით, ხა ჩვენ რო ხოხი ავიშენით რა, ამათ არ უნდა, თქო, მორებს ამათაც. ნიკას აქტიურ მონაწილეობას იღებდა ხოლმე ამის შენებლობაში. რამდენადაც შემეძლო. ვათრიეთ მორები ისა და სამაგიეროდ დაგვიფარდა რა, ჯერ მწარე ჭამე კოლავტობილი. კი ძალიან გავისარჯეთ. მაგრამ სამაგიეროდ ეხლა ზამთარშიც არანაირი პრობლემა არ აქვს. არა, ზაფხულში რო იშრომე, მე ზამთარში დაჯექი და ნაიბური ჭამე. ეგუნება ტკბილიო რაღაცნაირია რა. კარგი ჩაის მაჩვენებელია. აი, ორი დაუგუდე გაჩერდა. აღარ შეშინებს. შევიტანოთ. ეს ნიშნავს რომ კი, კინოს ეს გავმართვი, ამას მეცამოიღებ. ვა, მიმტანების როგორ ხან გამკვირვებია ხოლმე. ერთხელ ერთი უნახე 6 წუთებში შეჭირა. გთხოვთ. აჰა. აი, ნახან მე დიდი ვარ, დილანჭეს მე შეჭირა. შენ იქ მოუარე. ეხლა გეტყვი რა უნდა გავაკეთოთ. აბა. აიღებ თევს, აი ესე უნდა იყოს დაბრაწული და ზედ რო ესე გადაატერთ, აი ხმა მინდა გაიგოთ, აი. და კი. საფანელი უნდა იყოს ზედ კარგად მიხმარი. მე აიღებ სოიოს соус, აი ესეთი სოიოს მეთქი კაცო. მაშარებს. მაშარებს. ეს აზერბაიჯანულია, ხო იცი? 75 ჯიშის ბროწეული მოდის აზერბაიჯანში. 75 ჯიშის. მაგდენი არ ცნობილი რაღაცა. არა, არსებობს. 75 და ყველა მოის. აზერბაიჯანი ითვლება რა ქვია, აი მის სამშობლოდ რა, იმის რა ქვია, ბროწეულის. ხო და ბროწეულის წვენს იღებენ და ადუღებენ. წყალი ქრება, სიტკბო და რაღაცა რჩება და წელვადი ხდება. მაგრამ უყურე ეს არის მოტკბო. შეხედენანაირია? სქელია კი. ეხლა ნახე. თევზზე ეს რომ მოასხა, მოასხი, ოღონ ძალიან ბევრი არა. მოტკბო, ვისაც მაშარაფი გიჭამეთ, იცით რანაირი გემოაქვს, მაგრამ აი ეს სიტკბო რო გაანეიტრალოთ, ეს უკვე ჩემი ფირმენის არის რა, საფირმო ილეთია. აი ამაზე ზემოდან უნდა მოასხათ სოიოს соуსი. რო ამის გაანეიტრალოს. ესა? მადლობა. ეგ იცოდი არ გაერთო, ის არის. ძალიან თხელია. ეგრე მოასხი, აქეთ ხარ ესაც. მე ლიმონს გაჭრით, რა ვიხლა, ვის როგორ გიყვართ მეტნაკლებად თევზი. მე ამას გავუკეთებ. ლიმონს ესე. ესეც უკვე ჩაიწყო. ესე.
ლიმონს ნუ დაიზარებ და ნუ იმას. ეხლა ნახე. ეს მაშარაფი სოიუს соуსი ღვინო გახსენ. ეხლა ანუ მე გახსენ, მე ხელი გაწაფული მაქვს. გამოცდილების საბუღია. აბარა. არა, შენ თო ჩემ ხელა გახდები, მე შენც ვინმე ჯერს ეტყვიო. აი ეგრე და რაღაცა გააკეთე. ჭიქა ხო გაღვინის? რა თქმა უნდა. ეს სასტირეთის ღვინოა. ჩინებული. შენი ფიალა. ეგრე წოთებული ჩინური. ღვინოს ესა თევს უხდება თეთრი ღვინო. დასდე? მოდი დაგისხა. შენ გენაცვალე ნახე რა ფერია. ხან მღრიე შემხდება ხოლმე ბოთლში ღვინის დაყენება არის ცოტა შარი. პური მოტეხე და აი ახლა ნახეთ. აი რანაირი გამოვიდა შიგნიდან. ო. გავსინჯოთ. შეგიძლიათ ეს მაშარაფი და სოიუს соуსი თევზზე დაასხათ. მე ეს თევზი შიგ ჩააწვდ. ეს გააკეთეთ რა. ძალიან ადვილია. ნახე როგორი წვნიანია. გემოვიც. და უნდა იყოს ხრამუნა როჭამთ. ეს აი ზემოდა რას აქვს. ტკბილი მჟავა ერთმანეთთან ძალიან კარგად. და ლიმონი. კი. და თი. ამიტომ ისეთ ხალხს გაუმორჯოს, ვინც დაგვინახავს და კაი თვალს გამოგვაყოლებს ხოლმე რა. რავი, ხაბასთან მივალთ, ორსავყიდულობ, ზოგი ცნობს, ზოგი ვერ ახსოვს, მაგრამ აი მქონდით რომ ხედავ ვერ ავიღა, ზოგი ფიქრობს ის არის რა ფე. მეცხოვრეო, მენაცვალე მეცხოვრებსაც ცუდია. ეგო. არანაირად არა ხორცი კაი მაგიტო. თვალს ვის გამოგატოლებს, რა გოგას ეშიტაშვილი არის, ქიზე ყელი კაცია და გაზის იმაზე მუშაობს, გვისხავს ხოლმე საწვავს. ხო და ჩემი ჯეილები გიყურებთ ხოლმე, გიყურებენ ხოლმეო და მოვიკითხავ. გოგა. გოგას ესიტაშვილს და თელ ქიზის და მაგათი თამადობით კიდე სულ ყველა იმ კაცს გაუმორჯოს, ვინც დაგვინახავს და კაი თვალს გამოგვაყოლებს. არაფერ ჩვენ არ ავსვათ, უბრალოდ ჯიგრულ თვალს ვიგან. თან დარწმუნებული ვარ, ჩვენი არქის მაყურებლებიც ეგრე არიან. აბარა. თქვენც გაგიმარჯოთ არქის მაყურებლებო. ვაშა. ჯანზე იყავით. კარგია. იყოს ბანო ნელა მაგალა. შენ გენაცვალე რა. აი ეს გააკეთეთ არის მართლა გეუბნით. კი. ყოველგვარი კეყულსობის გარშე არის და წმიანი და უგემრიელესი. ბროწეულის სიროფიც ძალიან კარგია. ესა? კი. მაშარაფი? მაშარაფი, ხო. მაშარაფი არის მაგარი. კიტრისლინი, მე მივაყოლოთ. მოკლედ მეგობრებო, ამით გამოგემშვიდობებით. ეს თევზი შეწვით, საფანელით, ეს არ დაგავიწყდეთ, ესა მაშარაფი და სოიუსო და ლიმონი აუცილებლად. ოღონდ ლიმონი ძალიან არ გაერთოთ. ამით გამოგემშვიდობებით, კარგად გზანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე. შემდეგ ვიდეომდე.